გამარჯობა ძვირფასო, გამომწერო და არხის სტუმარო. არხი, რომელიც ვახსენე სახელწოდებით ცნობილი არის ქურუმი ქალის და რომ მე კიდე გახლავართ მისი მასპინძელი თეა. თქვენს წინაშე წარდგა მორიგი გაშლა, რომელიც მინდა მიუძღვნა ცოტა არაორდინარულ, ასე ვთქვათ, მსვლელობებს. იქნება შემდეგნაირი, ასე ვთქვათ, შინაარსის, თქვენს წინაშე არის ლენორმანის დასტა მხოლოდ და მისი 36 კარტი ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებზე გვიამბობს და დაგვარეგულირებს. მოკლედ, როცა ამ ვიდეოს ნახავთ უახლოეს მომავალში, რა ვიცი თქვენ ეს მომავალი უნდა ჩაიფიქროთ, არის ერთი კვირა, ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, რა ვიცი, ნახევარწლამდე შეიძლება და მეტი არა, პრინციპში არ გაქვთ თქვენ მაგის ფასი არაფერი, რომ ძალიან ბევრი დრო ჩადოთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მე განებივრებთ აი ამ საჯარო გაშლებით. რაც შეეხება ინდივიდუალურ გაშლებს, უნდა მობრძანდეთ და აუცილებლად ჩაეწეროთ ჩემს მიღებებზე და აუცილებლად და დავგეგმოთ ხვალინდელი დღე უფრო კონსტრუქციულად, უფრო ჭკვიანურად, უფრო რაციონალურად და უფრო მომგებიანად, ხო ასეა. ხო და აი ამაზე ვლაპარაკობდი, ეხლა მე შემოგთავაზებ თქვენს წინაშე ესე სპონტანურად გავშლი, შემოგთავაზებთ შიდ ვერსიას და თითოეული მათგანი ილაპარაკებს უახლოესი მომავლის თქვენს ენერგიაზე. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ, გეტყვით, დასკრინოთ ეს ვერსიები ეკრანიდან და ძალიან ესეთი გითხრათ სიმართლე არა ისე გამორიცხული კომენტარებშიც დავდო, ვინ რა აირჩია, არ არის ცუდი ვერსია, ხო? და შეგიძლიათ ის ჩამოტვირთოთ და გქონდეთ იმ პერიოდის განმავლობაში ტელეფონებში, რა პერიოდსაც ჩაიფიქრებთ, ან ერთი კვირა მიხევით ამ ყველაფრის მედიტაციას. დავიწყოთ. პირველი, მეორე, მესამე ვერსია, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ვისაც უნდა 7. აი 7 ვერსია. ეხლა სიამონები თქვენთან ერთად ამ ყველაფერს გავშიფრავ, ესე დავაწყოთ მწყობრად. კი ბატონო და დავიწყოთ პირველი ვერსიით. ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვერსია და თქვენს წინაშე არის ჩემო კარგო ადამიანებო, ისეთი არკანი, როგორიც არის წერო. შესაძლოა არის ჩვეულებრივი ბანკო კარტების, ეს არის გული დამა. იცით რის თქმა მინდა, აღნიშნული ვისაც შეხვდა, შეგიძლიათ ესეთი რაღაცნაირად დასკრინოთ, ან ეკრანთან მიმართებაში ესე დაამეგობროთ. რა ვიცი, თუ ტექნიკურად შესაძლებელია, გქონდეთ და ეს არის სიმბოლიკა ოჯახური სიმყუდროვისა. აი თქვენ აქ ხედავთ ძალიან ლამაზ ბუდეს, ბუდეში არის დედალი წერო, მამალი მოდის, აქ ჩიტები ფარტყები უნდა გამოიჩეკონ და მზრუნველობა. ან უპირველეს ყოვლისა, არის გამორიცხული ამ პერიოდის განმავლობაში, გაიგოთ ვიღაცის დაბადება, ოჯახის შექმნა. ან შეიძლება თავად მოქმედი გმირი ამ სიუჟეტში თქვენ თვითონაც იყოთ, თუ ვინმე ამ თემასთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, არის, მოდი ასე ვთქვათ, მობილიზებული, ხო? და დაგეგმილი აქვს ვიღაცას. რაღაცა ფანტასტიკური პერიოდია იმისათვის, იმიტომ რომ წეროს აქვს ძალიან კარგი ამბავი, ხოთა შეიძლება ხატავე ხოლმე, როცა შვილი იბადება სიმბოლიკად ბევრ სამედიცინო დაწესებულებებში არის ესეთი წეროს, რომელსაც მოჰყავს პატარა ახალშობილი, ხო? ანუ ეს არის ძალიან კარგი მაუწყებელი. ეხლა ვნახოთ მეორე ვერსია, ვინც ჩაიფიქრა, მადლობა რომ დამილაიქეთ და ვნახოთ მეორე ვერსია, ვინც ჩაიფიქრა. ეს უკვე რადიკალურად განსხვავებულია, მისი სახელი არის ცელი. ცელზე რას ვხედავთ? აქ ვხედავთ მოსავალი აღებულია, ანუ საქმე გაკეთებულია. ამ ხნის განმავლობაში რა პერიოდიც გაქვთ ჩაფიქრებული, ძალიან კარგი იქნება საბოლოოდ, ასე თქვა, კისერში გადაჭრათ ყველა ის, რაც ნერვებს გიშლით. მე მეყვარს ეგეთი გამოთქმა, გაწყდეს იქ, სადაც ვიწროა და აილაგმოს და გაქრეს და წაიღოს, ასე ვთქვათ, რაღაც წარსულმა, მოკვეთოს და მოჭრას ის არასასურველი თემები, რომელიც გაწუხებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ანუ ამ როგორ გითხრათ, ეხლა ცელი სიმბოლოა, ვიღაცა სოფელში მუშაობს და აუცილებლად გექნებათ რაღაც, მაგრამ ეხლა ისეთი პერიოდია ნაკლებად, მაგრამ ეს სიმბოლურად და მეტაფორულად ნიშნავს იმას, მოკვეცეთ ის, რაც გაწუხებთ და ამ ყველაფერს მართლა წარმატებლად გააკეთებთ. თუ ფიქრობთ, რომ უკვე ფინალია, უკვე ფინიშია და თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით ფეხს ითრევდით, არა ბატონებო. ასე გააკეთეთ. რჩევა მესამე ვერსიისათვის, აბა როგორ იქნება? დაგვეძაბარნელა სიტუაცია, აქ უკვე დასჯაზია ლაპარაკი. არ არის გამორიცხული, აღნიშნული, აქ ორი ვერსია არის, ეს არის მათრახი და ცოცხი.
მათ ახდათ ცოცხში ჯერ ისეთი იგულისხმება ისიც რომ დაისაჯოს ვისაც დასარჩილი არ არის გამორიცხული თქვენ მოგივიდეთ რაღაც ესეთი ცოტა ზემოდან არსებული სიტუაციის გართულება იმიტომ რომ რაღაცა ცოტა კარმული დავალიანებისათვის აღმოჩნდეთ რომ აიმე ამ კვირაში თუ ამ თვეში რაღაცნაირად ბრუნდება ყველაფერი ცოტა დავიროზგე მოდი ასე ვთქვათ ცოტა დავისაჯე ცოტა მომხვდა ან არა გამორიცხული პერიოდი დადგეს თქვენ ცხოვრებაში ისეთი ნუ გააჩნია ვისთვის როგორ ეხლა რო იყოს ეს ზოგადად თქვენი გაშლა მიიღებით აუცილებლად სწორ პასუხს, იმიტომ რომ ინდივიდუალური გაშლა რო იყოს და მიჯდეთ წინ ან კამერაში გიყურებდეთ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად. მოკლედ მზად იყავით აი ამ წმენდებისგან. მე 4 ვერსია, ეს კიდე გადასარევი, ეს არის ხე სიცოცხლის მაუწყებელია, ხე არის გაზრდა, ხე არის ვატება, ხე არის კიდე შთამომავლობით ირტოს გამრავლება, გაბევრება, სიცოცხლის და ჯანმრთელობის თემა არის, ყურადღების მიქცევა არის აუცილებლად საჭირო, რომ უკეთ გამოიყურებოდეთ და უკეთ შეძლოთ, ასე ვთქვათ, თქვენი ესეთი საჯანმრთელო გამოცდის ჩაბარება. მე ვფიქრობ, რომ ეს მწვანე თაშოლტილი ძალიან ფუძე მაგარი მუხაა, მე მგონი, ძალიან კარგ მინიშნებას გაძლევთ თქვენი შთამომავლობითი ან საწინაპრების რტოს მიმართებაში სიცოცხლის ხემ დაიშრიალოს, დაასკრინეთ, ძალიან კარგია და გქონდეთ ეს ამ პერიოდის განმავლობაში. ვინც ჩაიფიქრეთ მე-5 ვერსია, თქვენთან ერთად ამოტრიალდება და გავიგებთ მოშეთ რა იქნება სიმბოლიკა უახლესი პერიოდის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვლაპარაკობთ, ჩაიფიქრეთ თქვენ თვითონ რა პერიოდიც არის. და ეს არის ჩემო კარგო ადამიანებო მთა, წვერვალი. საკურველია ეს პერიოდი ძალიან კარგი იქნება იმისათვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები, ცოტა რთული შეიძლება აღმოჩნდეს ამ ზემოთ ასვლისა, ანუ ევერესტი არასოდეს არ არის მარტივი, მაგრამ იცოდეთ, თქვენ გაქვთ ყველა პოტენციალი საბოლოო ჯამში, ისე მოიქცეთ და ისეთი მიმართულებით წახვიდეთ, რომ მოხდეს ამ წვერვალის დაპყრობა. რთული პერიოდი არის, არ არის მარტივი პერიოდი, მაგრამ იცოდეთ, რომ როგორც არის იტყოდა ხოლმე ჩვენი დიდი ძვირფასი კლასიკოსი დავით გურამიშვილი სწავლის ძირი მწარი არის კენწეროში გატკბილდების, ანუ აქ რთული არის და მერე ტკბილდება შედეგი. ოღონ რთულად სიმწარით ადიხართ და სიტკბოს იღებთ ამ პერიოდის განმავლობაში. მაშასე მე-5 ვერსია თუ მე-6 უკვე ვინც ჩაიფიქრა, ვნახოთ რა იქნება სიმბოლო იმ დღეების რაც ჩაფიქრებული გაქვთ. ეს არის კოშკი. ესეთ როგორი ეს ამაქვს ვაქვია ასოციაციას ვაკეთებ თითქოს ერთნაირი მსგავსი ესენი ერთმანეთს გავს ესენი ერთმანეთს გავს და ესენი ერთმანეთს გავს ანუ ესეც არის ნუ კოშკი ლენორმანში არ არის ტრაგედია კოშკი ლენორმანში არის მაინც სიმყარე ყოშესი არის რაღაცა CGUT, რომელიც უნდა გამოიჩინოთ აუცილებლად ამ საქმეთან გამართებაში. აი ბასტილიის ეს არის აუღებლობა არის, მოდი ასე ვთქვათ. არ არის მარტივი, მაგრამ შეუძლებელი ნამეტანი არაფერი არ არის ამ პერიოდისათვის. ცოტა შეუვალი და კედმაღალი ხართ, მაგრამ ამ თემასაც უნდა მოევლოს. ნახოთ ახლა რაში გიწევთ სამყარო. მე-7 ვერსია, აი ბატონო, გასაღები, რომელიც არის გადასარევი ახალი საქმეების წამოსაწყებად. ან ვინის შესაძენად, ან ავტომობილის შესაძენად, ან ავტოფარეხის შესაძენად, მოკლედ გასაღები აგარაკია თუ ასე შემდეგ, რასაც ერგება. ძალიან მაგარია, ნახეთ, აქ რა ლამაზად იღება კარები ამ გასაღების მეშვეობით და შიგნით ჩანს ულამაზესი სიქორფე, სიმწვანე, სამწვანე მოგეხსენებათ არის ფანტასტიკური ფერი, რომელიც სიცოცხლის ნიშანწყალის ძალიან კარგი ექვივალენტია და ზოგადად მწვანე სიცოცხლის ფერად მიიჩნევა. ხუასი არის მაშაზე, ვინც მე-7 ვერსია ჩაიფიქრეთ, ფანტასტიკურია, რაღაც ახალი აღმოჩენებისათვის ის პერიოდი თუ ჩაფიქრებული გაქვთ რამის შეძენა, დიახაც შეიძინეთ და გააღეთ კარები, საკუთარი ჭიშკრის კარები, საკუთარი ბინის კარები და საკუთრივ ყველაფერი ის, რაც ძალიან გინდათ შეაღოთ და იქ იმ კარების მიღმა დახვდეთ ის, რასაც ელოდით და რაც დაიმსახურეთ ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი იყო ჩვენი გაშლა. ძალიან დიდი კარგად მოიქცეოდით თუ დასკრინავდით თუ არა და რა ვიცი ფიქრობ რომ თითოეულ მათთაგანი შემოგთავაზოთ კომენტარებში და მე თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ და გქონდეთ ტელეფონებში პირადი გაშლებისაც აინტერესებს უფრო ჩავშალოთ ღრმად განსაკუთრებით ამ ორ ვერსიას ყველა საინტერესო არის რატომაც არა დამიკონტაქტეთ და მითხარით რომ გჭირდებით არა მარტო ტაროსთვის გჭირდებით იმისათვის
რა მოკლე და საინტერესო და მარტივი და ასე ვთქვათ ჭკვიანური გზა გამვლოთ მიზნის მისაღწევად. ეს იქნება ფულადში თუ ეს იქნება პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. კოცნით გეხვევით თქვენი თეა სიამოვნებით. აბა შეხვედრამდე.